აიდან იწყება ქართული ჭიდაობის თავგადასავალი. ქართველი კაცი რო დაიბადა, მერձევე დაიბადა ქართული ჭიდაობა. ადგილის დედა ქართული ჭიდაობის მაინც სოფელია. ეს არის ჩვენი იდენტობა. ქართულ ჭიდაობას აქვს თავის სული, წინაპრის სული. დღესდღეულების გამოცდილებამ ბრძოლის წესების ერთგვარი კოდექსი შეიმუშავა, რომელიც 3 მთავარ ორიენტირს აღიარებს. ჭიდაობაში გვაქვს 200-მდე ილეთი. ერთ ილეთს აქვს 3-4 კონტრიმეტრი. როგორია ტრადიციული ქართული საჭიდაო მოედანი. ეს ისტორიის დასაწყისიდან შემორჩენილია დღემდე. მსოფლიო საჭიდაო არენებზე ქართველი მოჭიდავეების უპრეცედენტო წარმატების საიდუმლოც ქართული ჭიდაობის წიაღია. ქართველი სპორტსმენი ქართული ჭიდაობით არის გამყარი ოლიმპიური ჩემპიონის და სოფლიო ჩემპიონებიც. ეს არის რომ მიტყვი ხერხემალი ყველა დანარჩენი ჭიდაობის სახეობების. სად და როდის მოხდა ქართული ჭიდაობის პირველი წარდგენა მსოფლიო არენაზე რაშია მისი მთავარი ღირსება? იმსახურებს თუ არა ევროპის და მსოფლიო პირველობებზე ქართული ჭიდაობა დამოუკიდებლად ასპარეზობის უფლებას? გაიხსნება თუ არა მისთვის ოლიმპიური ოჯახის კარი?